არტვილა გარიყოლა ისევ ფესტინოვას მასპინძლობს ორიგინალურ ინსტალაციებსა და ნამუშევრებს ქართველი და უცხოელი ხელოვანები წარმოადგენენ. როგორ გაიხსნა საღამო გარიყულაში, ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. ქართველი და უცხოელი ხელოვანები ერთ საგამოფენო სივრცეში. არტვილა გარიყულა ფესტივალ ფესტინოლას უკვე მე-7-ად მასპინძლობს. თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიურ ფესტივალზე დამთვალიერებელს სხვადასხვა ინსტალაცია პავილიონების ნახვა შეუძლია. დღევანდელი ღონისძიება განვლილი საფესტივალო თემის შერეული ტექნიკის ლოგიკური გაგრძელებაა. ეს განათხარი არის გაკეთებული შაშანდელი ფესტინოვასთვის. ეს იმიტაცია დამჭირდა როგორც იარაღი იმისათვის, რომ უფრო უკეთ შევიმეცნო თიხა. ეს აზრი, რომ მე ჩავედი ქვევით და შემდეგ იქიდან ამოვდივარ ზევით უკვე აი ამ წელს გაკეთებული კიბის სახით, რომელიც ასე ვთქვათ იძლევა იმ შეგრძნებას, რომ თიხის სუბსტანციას აქვს რაღაცა უსასრულო შესაძლებლობა. ფესტივალის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ხელოვანები ერთ გარემოში მუშაობენ. ეს ყველაფერი კი დამთვალიერებლისთვის ძალიან საინტერესო გარემოს ქმნის. ყველას ურჩევ, რომ თუ აინტერესებს თუ რა ხდება ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში, აუცილებლად ჩამოვიდეს და დაათვალიეროს ჩვენი გამოფენა. ფესტინოლა 2015 G15 არტვილა გარიყულას დაარსებიდან მე-15 წლის თავს ეძღვნება. ის თანამედროვე ხელოვნების პირველი რეგიონული ცენტრია საქართველოში. არტისტებთან ერთად ფესტივალში თანამედროვე ხელოვნების ქართული და უცხოური ინსტიტუციებიც არიან წარმოდგენილნი. ჩვენ აზერბაიჯანიდან ვართ და წარმოვადგენთ ახალგაზრდა მხატვრებს. ეს საერთაშორისო ღონისძიება და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასში მონაწილეობთ. სხვადასხვა ქვეყნის მხატვრები თანამშრომლობენ და ეს არის კულტურის გაცვლა ერთმანეთში. მინდა მადლობა გადავუხადო კულტურის სამინისტროს და ყველა სპონსორს, რომ ჩვენს მხატვრებს მიეცათ შანსი ამ ფესტივალში მონაწილეობის. ჩვენ ნახევარი მუშაობდით წინასწარ ვამზადებდით არპერებს ჯგუფური ნამუშევარი გაკეთდა და ნამუშევარი შეეხება კოორდინაციას. ფაქტობრივად აი 21 საუკუნეში დაჩქარდა დრო. ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლის გზაზეც ადამიანი კარგავს კოორდინაციას. ფესტივალის გახსნით საღამო მუსიკის ფონზე დასრულდა. თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა ფორმატში შექმნილი ნამუშევრების ნახვა ერთი თვის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია.